სახელი ლამინე იამალი. დაიბადა 2007 წელს ღარიბი მადრიდისტას ოჯახში. ფეხბურთზე შეიყვანა დედა აბანავა ლეო მესიმ. გაამშრალა ნეიმარმა. ხელფასს იღებს მამა პირველი ფინტი. 4 წლის ასაკში სკამი აკენწლა და კისერზე გაიჩერა. დედამ მაშინვე ჩამოიყვანა ნუშის ხიდან და ფეხბურთზე შეიყვანა. ბავშვობა 7 წლის ასაკში ბარსელონას აკადემიაში ლიწინ-ლიწინით ჩაირიცხა. რეკორდი გახდა პირველი 15 წლის ლაწირაკი, რომელმაც ლალიგაში ბარსელონას მაისურით ითამაშა. მოგებული ტიტულები: ევროპის ჩემპიონატი, ლალიგა, კოპა დელ რეი, სუპერკოპა. მოსაგები ტიტულები: ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, სკოლის ატესტატი. საყვარელი ფეხბურთელი: ნეიმარი. საყვარელი მშენებლობა: კამპ ნოუ. ძლიერი მხარეები: დრიბლინგი, პასი, დარტყმა. სუსტი მხარეები: ტიკტოკი, მამა. უცხო ენები: ფლობს ესპანურ, კატალონიურ, ინგლისურ და უბედურ ენას. მისია: მოიპოვოს იმაზე მეტი ტიტული, ვიდრე მოიპოვება. გაფრთხილება: თუ თქვენსკენ ბურთით მორბის, თმა გაისწორეთ. ჰაილაითებში მოხვდებით. 30 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში ინტერი ბარსელონას ესტუმრება. ნახოთ ჰანსი ფლიკის ტაქტიკა აჯობებს თუ სიმონე ინზაკის ტექნოლოგია. ცუდი პერიოდი უდგას ინტერს. იტალიის თასინამ მილანმა გააგდო, სერიაში ნაპოლიმ გადაუსწრო და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ბარსელონას ეთამაშება. ბარსას კი პირიქით, კარგი პერიოდი აქვს კოპა დელ რეის ფინალში რეალი დაამარცხა და ტრებლისთვის აგრძელებს ბრძოლას. ჩემთვის, როგორც ნეიტრალური გულშემატკივარისთვის, თავარი ეს თამაში კარგი გამოვიდეს. თორე რა მნიშვნელობა აქვს ფინალში რომელი იტალიური კლუბი გავარდა. საოცარი სეზონი აქვს ბარსელონას. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ქალები ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან და მთავარ გუნდს საერთოდ ტრებლის შანსი აქვს. მოკლედ, ისღა დარჩა ბარსას, რომ მოხუცთა ფეხბურთში ჩადოს ფული. გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკა შოფერ ჰოფერთან ერთად. ბარსელონა და ინტერი ერთმანეთს 12 ჯერ შეხვდნენ. 6 ჯერ ბარსამ მოიგო, 2 ჯერ ინტერმა, 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსელონა თამაშის საშუალოდ 6 ჯერ უტყავს კარში. ინტერი კი 9 ჯერ ჯარიმდება. ბარსა თამაშის საშუალოდ 4 კურთხურს აწვდის, ინტერი კი ერთხელ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია ბარსელონა მოიგებს თამაშს. როგორც უკვე ვთქვით, საოცარი სეზონი აქვს ბარსას. კოპა დელ რეი მოიგეს, ლალიგაში პირველზე არიან, ტრებლისთვის იბრძვიან, ზოგადად საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში თან სახლში ფლიკის ეს ბარსელონა მგონია რომ მოიგებს შეხვედრას. ჩემი პროგნოზია ინტერის ჯარიმების მეტი. ბარსა ძალიან კარგ ფორმაშია, ინტერს კი მცირე კრიზისი აქვს და ვფიქრობ, იტალიელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ სასურველი შედეგი მიიღონ. მათ შორის არ მოერიდებიან უხეშობას ტექნიკური ბარსელონას ფეხბურთელების წინააღმდეგ, ასე რომ ინტერის ჯარიმები.